გადაგიხადოთ პირველ რიგში, ვინც მოგზანდით, მესმის რომ საკმაოდ რთული დღეებია, სიცხეა, შვებულებების პერიოდია, თუმცა უშინ შვეიცარიის დაბადების დღე იყო და ნამდვილად მინდოდა რომ ჩვენი სივრცეც ყოფილიყო ამ ყველაფრის ნაწილი და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ჩემი სიყვარული შვეიცარიელი ხალხის მიმართ და ჩემი მოგზაურობრივი კვლევა შვეიცარიისა. თუმცა სანამ უშუალოდ ჩემს საუბარს დავიწყებ და მექნება რამდენიმე წუთიანი პრეზენტაცია, დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი ელჩი შვეიცარიაში ბატონი შოთა გეძაძე, რომელიც რამდენიმე სიტყვით მინდა რომ მოგესალმოს და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება იმ თანამშრომლობის დასაწყისი, რასაც ეს გამოცემა ჩაუყრის საფუძველს. ბატონი შოთა, შეიძლება მოგესალმოთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მიხარია ძალიან ყოფნა. იმის გათვალისწინებითაც რომ ჩემი შეუძლება ამოიწურა და ამაღამ მივფრინავ შვეიცარიაში, რომელთანაც მე უკვე 2 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, რომელიც არის გასაოცარი, რომელიც გავს საქართველოს განსაკუთრებით ბუნებით, ხასიათობრივად შეიძლება არა, მაგრამ პოტენციით ნამდვილად და ბედნიერი ვარ რომ მაქვს პატივი ვიყო წარმოვადგენდე საქართველოს შვეიცარიაში. ვიტყოდი რომ ამოუწურავი შესაძლებლობების ულამაზეს ქვეყანაში, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოს. ბუნებრივია ჩვენი ტრადიციების გათვალისწინებით. უშინ იყო შვეიცარიის ეროვნული დღესასწაული და მე მინდა მიულოცო ყველა შვეიცარელს ქვეყანას ეს დიდი დღესასწაული პატვის. მე როდესაც დავიწყე ამ პოზიციაზე მუშაობა და დავიწყე სიღრმისეული შესწავლა ჩვენი ურთიერთობების, აღმოაჩინე ძალიან საინტერესო ნიუანსები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც აღმოაჩინა საუბარი. რაც რის თაობაზეც დღეს იქნება ამ საუბარი, მე ახლა ფუნდამენტურად ბუნებრივია ამ წინს ჯერჯერობით არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რას შეეხება და აღმოაჩინე ის, რომ ჩვენს ორ ქვეყანას, ორ პატარა ქვეყანას გააჩნია ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია, ძალიან საინტერესო, პოლიტიკური თვალსაზრისით, ისტორიული, კულტურული, განათლების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი მოვლენა, რაც ჩვენთვის საქართველოში ცნობილია, თურმე საფუძველს იღებს შვეიცარიიდან, რომლის თაობაზეც სალომე უფრო დეტალურად ისაუბრებს. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, ძალიან სასიხარულო. მე იმის მიუხედავად რომ ჩვენი ბუნება ძალიან გავს ერთმანეთს, ხასიათი როგორც მოგეცედება განსხვავებული, მე ერთ-ერთ ჩემს შვეიცარელ კოლეგასთან საუბრისას აღვნიშნე, რომ თავარი განსხვავება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ის არის, რომ მაგალითად მათ აქვს 9 წესი და 1 გამონაკლისი. მაშინ როდესაც ჩვენ აქვს 1 წესი და 9 გამონაკლისი. და ამის თაობაზე ხანგრძლივი სიცილის შემდეგ მან მიპასუხა კაცმარცის რომელი ჯობია. მაგრამ ამიტომ მე ვარ ბედნიერი, რომ მე ორივეს ვცდი, ქართულ რეალობასაც და შვეიცარიულსაც. მე გულოცავ სალომეს ამ დღეს, ეს არ არის მისთვის პირველი წიგნი, ეს არის 33-ე, როგორც ვიცი. ასეთი ახალგაზრდა ადამიანი და ასეთი მიღწევებით მე პირადად არ შემიძლია. ასეთი ინტენსიური შრომით, ასეთი ინტერესით, ასეთი სიყვარულით შვეიცარიის მიმართ. აი, სასიამოვნოდ გაოცებულია. გულოცავ ამ დღეს და უსურვებ უამრავ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ შოთა, ჩემი შვეიცარიისადმი ინტერესი და სიყვარული დაიწყო წლების წინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობდი და აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ცენტრში უნიკალური არქივი მოვიდა სტუმრად და ეს არქივი ეკუთვნოდა ძალიან ძვირფას
მკვლევარს კიტა ჩხენკელს, რომელიც ბატონმა თომასმა ძალიან დიდი ღვაწლი დადო ამისთვის, რომ საქართველოში ყოფილიყო და სწორედ ეს არქივი იყო ჩემი პირველი შეხება შვეიცარიასთან და ბატონ თომას, თუ გექნებათ სურვილი რამდენიმე სიტყვით თქვენი უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს-შვეიცარიის ურთიერთობებში და მათ შორის მე დღეს მოგიყვებით ბევრ ამბავს და ბევრ დოკუმენტს, რომელიც სწორედ მისი დახმარებით გვაქვს ჩვენ საქართველოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ისიც გვესტუმრა ჩვენ. თუ შეიძლება გითხრათ რამდენიმე სიტყვით თქვენც და მე შეიძლება ცოტა მოკლედ ისტორია ვამბობ, როგორ მოხდა, რომ კიტა და აკაკი ჩხენკელის არქივი ჩვენი ხელში მოვიდა. მე არა ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ამ საქმეში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კიტას და აკაკის და მისი ძოლის, აკაკის ძოლის გარეშე ეს იყო ლეა ფლური. ლეა ფლური იყო ჰიტლერის დროს გერმანიაში პედაგოგი, კერძო პედაგოგი, ერთ შვეიცარიულ კონსულთან. და ამ კონსულთან კიტა მეგობრობდა. ომში დაანგრიეს კიტას ბინა და მისი ბიბლიოთეკა და მაშინ ეს კონსული უთხრა კიტა, ჩემი მეგობარი ხარ, მოდი ჩემთან და იცხოვრე ჩემთან. ასე ლეა და კიტა გაიცანეს ერთმანეთს. და მერე კიტა აღარ ქონდა არც ერთი პერსპექტივა ამ გერმანიაში ომის დროს და ნელ-ნელა ამბობენ ხანდახან გრუზოვიქსე იყო უკან, ხანდახან ველოსიპედით, ეგ ზუსტად არ ვიცი, მოვიდა შვეიცარიაში და კიდევ ეს კონსული ეხმარებოდა, რომ იყო ლტოლვილი და კავშირები ჰქონდა წვირიხის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. იცხოვრა ამ სახლში, სადაც ლეა თავისი ოთახი ჰქონდა. ეხლა ქართველები ფიქრობენ, ამირანის გამომცემლობა იქ უნდა იყოს სტამბა, უნდა იყოს დიდი სახლი, უნდა იყოს დიდი ფული, საერთოდ ასე არ იყო. მე ამ ადგილზე ვიყავი წინა ელჩთან და გადაიღეს ეს არის ჯერი ქვევით და პატარა ოთახები, რომელიც დასაწყისში დანიშნული იყვნენ ამ სახლის მსახურებისთვის. და იქ იცხოვრა კიტა, დაიწყო რუსული ენის გაკვეთილები, ფული საჭირო იყო და ასე მოვიდნენ კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. ერთი იყო რუთ ნოიკომ, მერე გახდა მთარგმნელი, შოთა რუსთაველი კიტასთან ერთად გადათარგმნა გერმანულში, ვიზრამიანი ქართული მოთხრობები, ვაჟას მოთხრობები, რომელიც სამწუხაროდ დაბეჭდილი არ არის, გალაქტიონის ლექსები და ბარათაშვილის ლექსები რამდენიმე, ილია ჭავჭავაძის, ძალიან დიდი შრომა გააკეთა ეს ქალი და ნელ-ნელა კიტა ჩხენკელი გახდა ცნობილი ცვირიხის ფილოლოგებში და დაუძახეს უნივერსიტეტში აღარ გვინდა რუსული, ეხლა გვინდა ქართული ენა. და კიტა კიდევ უკვე გერმანიაში დაიწყო ამაზე ფიქრი და ჰქონდა ნაწილი დაწერილი ერთი სახელმძღვანელოს ქართული ენისთვის. და შვეიცარიაში მთლიანად გააკეთა. და რასაც სასწაულია ამ წიგნში, ეს ასე წერს ქართულ ენაზე, რომ გერმანულენოვანი კაცი იგებს რატომ ქართული ენა ასე ცხოვრობს და არა როგორც ინდოევროპელი ენა. ეს ძალიან კარგად ახსნის დასვებით თუ დავიწყოთ
როგორ უნდა თქვა, გერმანელებს ძალიან რთულია. ეს ამბობს ჰაერი ამისთვის მოდის პირიდან და არა ფილტვიდან. და მაშინ შეიძლება. ეს უნდა იცოდეთ, გიტა მიცოდა და დაწერა. და გიტას ძმა აკაკი ცხენკელი იყო ელჩი საფრანგეთში და ეს გიტას ძინ გარდაიცვალა და მისი დიდი არქივი დარჩა მის ძოლთან თურქია გვარით მაკრინე თურქია და ეს რო მე ეს ქალბატონი თურქია გიტას უთხარი ეს არქივი შენთან იყოს იმიტომ რომ ეს იყო აკაკი იყო რუსული დუმის წევრი დასაწყისში მე იყო იბრძვა თავისუფალ საქართველოსთვის და ცხადია რომ კომუნისტური მთავრობა უნდა რომ ეს გაქრეს ეს მასალა და გიტა ეს შეინახა გიტას მემკვიდრე იყო ლეა ფლური ესაც შეინახა ეს ძალიან დიდ ხუთში ხის ხუთში და მე ბოლოს ლეა ფლური გარდაიცვალა და ორი ახლო მეგობრები ყავდა მარიანა კრაიერმა და მე და ჩვენ ვფიქრობთ აი ჩვენ ბინაში იყო ეს ხუთი მაგრამ რა აზრი აქვს უნდა რამე გავაკეთოთ და დაუძახეთ ქართველი მეგობრები ნინო რამიშვილი ძირითადად და იმან უთხრა მე ვიცი ქართველი მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის არქივის სია უნდა გავაკეთოთ და ნინო და კიდევ ვინმე მაიკო გოგოლაძე მოვიდნენ ჩემთან ცვირიხში იცხოვრეს მინიმუმ 2 კვირა იქ ყოველ დღე იმუშავეს ამ მასალაზე წაიკითხეს და პატარა ანოტაციები გააკეთეს და კომპიუტერში ჰქონოდათ ეს სია წერილები ვისთვის და ასე შემდეგ და კიდევ აკაკის დღიურები რომელიც არ ვიცი მთლიანად მაგრამ ნაწილი გამოვიცით გამოვიდა ბოლო წლებში და მე ჩვენ ეს გავაკეთეთ და მივიდეთ ცვირიხის უნივერსიტეტში ვკითხეთ ეს ძალიან ძვირფასი რამეა და საქართველოში არ ვიცი როგორია მდგომარეობა არ გვაინტერესებს არავინ არ იცის ქართული ენა არ აქვს აზრი მაშინ დარჩა ერთი გამოსავალი რომ დავბრუნოთ არქივი თბილისში გიტა თავის ანდერძში დაწერა აკადემიას ჩვენ მოვეცით ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ასე მოხდა ეგ არის რასაც სათქმელი მაქვს ძალიან დიდი მადლობა კიდევ რამე პერსონალური ეს მუშაობა ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა ამიტომ ეხლა რომ ყველაფერი ჩვენგან გაკეთებულია კიდევ მოვალ საქართველოში და წავიყვან ბავშვები ბოლო კლასებისგან რომ 3 თვით იცხოვრონ შვეიცარიაში და გიმნაზიაში დადიონ ძალიან დიდი მადლობა აი ასე დაიწყო ამ არქივით ჩემი შვეიცარიასთან გადაკვეთა და უნივერსიტეტის მძღოლი და მე მივედით პირველად შვეიცარიის საელჩოში და რამდენიმე ყუთის წამოსაღებად რომ მივედი აი მანქანიდან თავით იმდენი იყო ეს არქივი რომ აი ესე მოვდიოდი მანქანით და მოკლედ ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა თუმცა ამ ქვეყანასთან, როდესაც მუშაობა დავიწყე, დამაკავშირა ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასმა ფონდმა, რომელიც არის იან მიხალსკის ფონდი, რომლის სტიპენდიანტიც მე ვიყავი და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო შეიძლება ითქვას, იყო ჩემს ცხოვრებაში ამ ფონდში გატარებული თითეული დღე.
ჩემმა მეგობარმა მწერალმა კატო ჯავახიშვილმა მითხრა რომ რაღაც გრანტი გამოცხადდაო შვეიცარიაშიო და ცოლქმრის ფონდიაო და ხომ არ გვეცადა რამეო და მე ვიკვლევ ძალიან ცნობილ ქალს, რომელთაზედაც ჩემმა სტუდენტებმა უკვე იცით, მინადორა ტოროშელიძეს, მინადორა ორჯონიკიძე ტოროშელიძეს, რომელსაც შეუყვარდა ბოლშევიკი. და გადავწყვიტე რომ ფონდისთვის, რადგან ეს ცოლქმრის სიყვარულით შექმნილი ფონდი იყო, გამეგზავნა მინადორას და მალაქიას სიყვარულის ისტორიაზე პროექტი. ფონდს ჰქონდა ესეთი პირობა. თუ მოგვეწონებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გიპასუხებთო. და ჩვენი პროექტი მოეწონათ, მაგრამ იმ წელს მაინც უარი გვითხრეს, მაგრამ მაინც გვიპასუხეს. გვითხრეს, რომ პროექტი ცოტა უნდა შეგვეცვალა და მომავალ წელს გვექნებოდა შანსი გვეცხოვრა ჯადოსნურ სივრცეში, სადაც რამდენიმე დაუვიწყარი დღე გავატარე და ეს ყველაფერი უკავშირდება ვერა ჰოფმანს და იან მიხალსკის, რომლებმაც ჯერ კიდევ 1987 წელს დაარსეს ფონდი და დაიწყეს რკინის ფარდის შიგნით არსებული ქვეყნების დაკავშირება. მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა იან მიხალსკი, რომელიც პოლონური წარმოშობის იყო, მისმა მეუღლემ ვერა ჰოფმანმა გადაწყვიტა ლიტერატურის ფონდი შეექმნა და სწორედ ამ ფონდის სტუმარი ვიყავი 2 წლის წინ და ეს არის ჩემი ფონდის მოწმობა, რომელიც შვეიცარიაში ძალიან ჯადოსნური ბარათი იყო და ვერა ჰოფმანს იცნობდა ყველა, სადაც მივდიოდით და ასე ვთქვათ, ეს იყო ჩემი ჯადოსნური საგზური შვეიცარიაში ყოფნის დროს. ეს გახლავთ ის სახლი, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიყავი და როგორც გითხარით, მე და ჩემს მეგობარს უნდა დაგვეწერა წიგნი მინადორა ორჯონიკიძე ტოროშელიძეზე. თუმცა მოვიარეთ ციურიხის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარიის არქივები და სამწუხაროდ ვერანაირი მასალა ვერ ვიპოვეთ. ამიტომ კატომ გადაწყვიტა, რომ მხატვრული პერსონაჟი შეექმნა და მხატვრული წიგნი და მე ვერ გავჩერდი უსაქმოდ და ესეთი ბიბლიოთეკა გქონდა, წარმოუდგენლად შთამბეჭდავი და გადავწყვიტე, რომ არ იყო აქამდე კვლევა და მოდი გავაკეთებ საქართველოზე და შვეიცარიაზე საინტერესო მასალებს თქო და აი ასე დაიწყო ჩემი დაკავშირება უკვე ამ გამოცემაზე. წარმოუდგენლად კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. ერთადერთი რაც გვევალებოდა, ეს იყო კარგ ხასიათზე ყოფილიყავით და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა და დავიწყეთ აი ამ ჯადოსნურ, ეს იყო ხედები ჩემი ოთახიდან ჟენევის ტბას გადავყურებდით და წარმოუდგენელი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა ყოველ დღე ფონდში, სადაც ჩვენს გარდა სხვადასხვა ეროვნების შემოქმედი ადამიანები იყვნენ. გარდა მუშაობისა, რომელიც დავიწყე შვეიცარიის წიგნზე, ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ. შემიძლია ვთქვა, რომ სოფელ-სოფელ შემოვიარეთ მთელი შვეიცარია და აი თქვენ ხედავთ ახლა ჩემს უკან ყვავილების თაიგულს და სადაც მივდიოდი, ყველგან ვაგროვებდი მცენარეებს და აი ეს არის ჩემი შვეიცარიული მეხსიერება და ყველაფერი ვაქციე ყოფით ნივთებში და თითო ყვავილს თავისი ისტორია აქვს. ზოგი ჟენევის უნივერსიტეტის ეზოდან მაქვს, ზოგი ციურიხიდან, ლილიდან, მონტრიჩედან, ძალიან ლოზანადან. ყველა დღე ფაქტობრივად თითო ყვავილია და ეხა ეს უკვე თეფშად ვაქციე და ყოველ დღე ვუყურებ იმ ჯადოსნურ ქვეყანას, რომელიც გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე და მე საბედნიეროდ არ ვიყავი პირველი და ძალიან ბევრი ქართველი გამოხატავდა სიყვარულს და იმდენად კარგი მასალები ვიპოვე, არ მინდოდა რომ მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო და მოდით ახლა ერთად გადავავლოთ თვალი ამ მრავალწლიან ურთიერთობას, რომელიც ჩვენ შვეიცარიულ მხარესთან გვაკავშირებს. თქვენს წინაშია პროფესორი დიბუა დი მონპერე, რომელიც საქართველოში 1830-იანი წლებიდან იწყებს სტუმრობას და სწორედ მისი კვლევა, მისი მოგზაურობა იქცა ფაქტობრივად საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობის დასაწყისად. მან 6 ტომეული ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო საქართველოს თითოეულ კუთხესთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ
ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოზე სისტემური კვლევა დაიწყო შვეიცარიიდან. გარდა დიბუა დი მონპერესი 1862 წლიდან საქართველოში ესეთი ოსტატი ჩაბოლდი იწყებს ყველის წარმოებას და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თარიღი, როდესაც შვეიცარიული ყველი ჩნდება ქართული მაღაზიების თაროებზე. თუმცა ძალიან დიდი ესეთი მასიური წარმოება უკავშირდება ალექსანდრ ფონ კუჩენბახს, რომელსაც შვეიცარიელ ნემეთს უწოდებს ჩვენი ძველი პრესა და ესეთი ისტორია მასთან დაკავშირებით ცნობილი, რომ სიმენსების მოწვევით, რომლის მეგობარიც გახდა, ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიყვანა შვეიცარიული ძროხები და რამდენიმე ყველის ქარხანა დაარსა საქართველოში და 1870 წელს უკვე 7 შვეიცარიელი ყველის ოსტატი იყო საქართველოში, 15 ადგილობრივი მუშა და მაკარ ორბელიანი იყო ესეთი ვაჭარი, რომლის მაღაზიაშიც იყიდებოდა შვეიცარიული ყველი თბილისში. კუჩენბახის ყველი იყო ერთ-ერთი საუკეთესო და მან მსოფლიო გამოფენაზე რუსეთის იმპერიაში რამდენიმე მედალიც მოიპოვა და შეიძლება ითქვას, რომ მან ამ კარგი ქცევით, ასეთი როლით ქვეყნის ეკონომიკაში დაიმსახურა, ასე ვთქვათ, დიდგვაროვნის ტიტულიც კი. გარდა კუჩენბახისა, საქართველოში არსებობდა შტიუსესა და რობერტ რიხნერის ლითონგადამამუშავებელი ქარხნები და ძალიან ბევრი შვეიცარიული კაპიტალი შემოდის უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და საბედნიეროდ ამ ყველაფერთან დაკავშირებული დოკუმენტები რამდენიმე მოვიპოვე და თქვენც დაგათვალიერებინებთ. თუმცა სანამ ამ დოკუმენტებს გაჩვენებდეთ, მაინც ხაზი მინდა გაუსვა იმ უდიდეს რევოლუციურ ამბავს, რომელიც უკავშირდებოდა ქართველი სტუდენტების ურთიერთობას შვეიცარიასთან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. წარმოიდგინეთ, რომ იმდენად მასიური ხასიათი ჰქონდა ქართველი სტუდენტების შვეიცარიაში წასვლას, დავით ერისთავმა ესეთი პიესაც კი დაწერა. წასვლა ევროპაში და ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი გახლავთ ნატაშა, რომელიც სასწავლებლად შვეიცარიაში მიემგზავრება და ის არ იყო ერთადერთი, რომელიც არაერთ წერილს უძღვნიდა შვეიცარიას. თქვენ ხედავთ იაკობ მანსვეტაშვილს, ერთ-ერთ პირველს ქართველს, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსა. სწორედ იაკობ მანსვეტაშვილი წლების განმავლობაში ოცნებობდა და ამ წერილებს აქვეყნებდა ჩვენი ქვეყნის პრესაში შვეიცარიაში სწავლას. და აი ესე წერდა: ჩვენ აჩქარებულ ახალგაზრდულ გატაცებას საზღვარი არ ჰქონდა. შვეიცარია გვეხატებოდა ჩვენს წარმოდგენაში რაღაც აღთქმის ქვეყნად, თავისუფლების დედა-ბუდეთ. მან მართალია შვეიცარიაში სწავლა ვერ მოახერხა, თუმცა მისი შთამომავლები დღეს შვეიცარიაში ცხოვრობენ. 1910-იან წლებში იაკობ მანსვეტაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად საფრანგეთში და მას მოუწია მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნება, თუმცა მის ცოლის ძმასთან დატოვა საკუთარი შვილი. მოხდა ისე, რომ საქართველოში 1921 წელს ოკუპაცია მოხდა, ის უკან ვეღარ დაბრუნდა, მისი შვილი დარჩა შვეიცარიაში, საფრანგეთში და შემდეგ ბიძასთან ერთად გადაცხოვრდა შვეიცარიაში, მიიღო მისი გვარი და დღეს უკვე მისი შვილთაშვილი ძალიან ცნობილი დოკუმენტალისტია, რეჟისორია შვეიცარიაში, ნიკოლოს ვადიმოვი და ყველა სურვილს ხო ჭირდება გაჟღერება და ვიოცნებებ და ვისურვებ, რომ ის გზა, რაც ქართველმა სტუდენტებმა გაიარეს, ნიკოლოს ვადიმოვის კადრებშიც მოხვედრილი იყოს. უკვე წლებია ვცდილობ მასთან დაკავშირებას, მეგობრობთ Facebook-ზეც, Instagram-ზეც, თუმცა რაღაც ეს უკავშირი ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს საქმე გამოვიდეს. ქართველი სტუდენტები თავდაპირველად მიდიან ციურიხის უნივერსიტეტში სასწავლებლად და ეს ყველაფერი იწყება მე-19 საუკუნის 30-იან წლებში.
მარიამ ნადეჟდინა გახლავთ ის ქალი, რომელსაც კიოსკი, ანუ პატარა ჯიხური ქონია რუსთაველზე, გოლოვინის გამზირზე და ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც განათლება მიიღო შვეიცარიაში, ჩამოსული ყველა ქართველს ეუბნებოდა, რომ ეს იყო საოცარი ქვეყანა, თავისუფალი და სადაც კარგი იქნებოდა განათლების მისაღებად წასვლა და ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე იხსენებს, რომ სწორედ მარიამ ნადეჟდინას იდეებმა მოგცა მუხტი ჩვენ სასწავლებლად შვეიცარიულ უნივერსიტეტებში წავსულიყავითო და სწორედ ასე აღმოჩნდა ის და არაერთი ახალგაზრდა შვეიცარიაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და სკოლაშიც ესე ვსწავლობდით, რომ ქართველების დიდი ნაწილი სწავლობდა პეტერბურგში. რა თქმა უნდა, ესე იყო, თუმცა ბევრი ადამიანი სწავლობდა დასავლეთ ევროპულ უნივერსიტეტებში, გერმანიაში, საფრანგეთში და მათ შორის შვეიცარიაში, რომელშიც 1905 წელს მარტო 70-მდე სტუდენტი იყო და ამ ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი მათ გზას შვეიცარიულ უნივერსიტეტებში. და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მე-19 საუკუნეში შვეიცარიაში მამაკაცებსა და ქალებს თანაბრად დართეს განათლების მიღების შესაძლებლობა. დიდ ბრიტანეთში ეს ყველაფერი უკვე არსებობდა, თუმცა 1868 წელს ციურიხის უნივერსიტეტში პირველად მოხდა ქალებისა და კაცების გვერდიგვერდ სწავლა. თუმცა თავად შვეიცარიელ ქალებს არ ჰქონდათ უმაღლესი სწავლის შესაძლებლობა, რადგან მათი სასკოლო ატესტატი არ ემთხვეოდა უმაღლეს გამოცდებს და დამატებითი კურსების გავლა უხდებოდათ. თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ ქართველ ქალებს. და სწორედ ასე აღმოჩნდა რამდენიმე ძალიან ცნობილი ქართველი ქალი სწორედ შვეიცარიულ უნივერსიტეტებში.